წმინდა თეოდორე სტუდიელი, ოთხშაბათსა, მეექვსესა, შვიდეულისასა, ხსენებისათვის სიკვდილისა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, რაიმცა იყო ესრეთ კეთილ და სარგებელ სულისა, ვითარ ხსენება სიკვდილისა, რომლისათვის ესე აწმეგულების სიტყვად ელიას მიცვალებულისა ეპისკოპოსისათვის, რომელი იგი თქვენ ვერ იხილეთ აღესრულებოდა რა, ხოლო ჩვენ ვიხილეთ და ფრიად სარგებელ გვეყო, ლმობიერ ვიქმნენით, რამე თუ მისი იგი აღსასრული თავთა შორის ჩვენთა გამოვსახეთ. განვიდა უკვე იგი და წარვიდა, ვითარცა დამხსნელი ტალავარისა აღმართებული და არღარა მოიქცეს ამას ცხოვრებასა. არც აღა სახმარ იქმნეს მისა, არცა ცაი, არცა ქვეყანაი, არცა მზე, არცა მთვარე, არცა ვარსკვლავნი, არც აღა თუ სხვანი იგი სამკაულნი, რომელნი არიან შორის მათსა. არც აღარა ქმნეს, არცა მცირე, არცა დიდი აქაისა ამის ცხოვრებისა. რამე თუ დახშა სიკვდილმან მას ზედა და მოელის სამსჯავროსა მას კვალადგებისასა. რამე თუ ჯერეთ დაუნჯებულ მისაგებელი ვითარცა წერილ არს და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებითა და არღარა მოუღებიეს გამოხსნა აღთქმული იგი. რამე თუ ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, რათა არა თვინიერ ჩვენსა სრულ იქმნენ. აწ უკვე ჩვენთვის რა ისაგგონებთ ძმანო, არა ეგრეთვე შეგვემთხვიოსა, არა ეგრეთვე მოკვდეთა, არა ეგრეთვე ქვეყანად მოვიქცეთა, ვინაცა დავიბადენით. არა ეგრეთვე მიწა და ნაცარ ვიქმნეთა, შთავხედნეთხა საფლავად და ვიხილოთ აღგებულებაი ცხოვრებისა ჩვენისა, თუ სადა დასრულდა, ანუ სადა მიიწია. რაისათვის უკვე შედგომილვართ უბადრუგთა ამად ხორცდა და რომელნი მცირედ უკანასკნელ მიწასა მივცნეთ და მატლთა. ანუ რასა შემსჭვალულვართ ვნებათა, რომელთაცა შევემთხვივნეთ მიცვალებასა ჩვენსა. იტყოდა უკვე ზემოხსენებული იგი ეპისკოპოსი, ვიდრე სულიერღა იყო, ვითარმედ ორნი ვინმე გამოუჩნდეს მას, დედაკაცი და მამაკაცი, ერთი მაღალი հասაკითა და მეორე მცირე, მსგავსი ჭაბუკისა და მზრახველი მხილებით და სასტიკებით მისა მიმართ, რომლისათვის ცუდ ითქმიდა, განიჭრებოდა, კვნესოდა და წუხდა და ხორცთაგან გასვლისათვის ელმოდა. არა ხედავთა თუ ვითარი არ სასჯელი სიკვდილისა, არა ხედავთა რამე თუ პირველ მიცვალებისაცა მამხილებელ და შემასმენელ ჩვენ და იქმნებიან ბოროტნი ეშმაკნი და ესე ესრეთ არს. რამე თუ ვითარნიცა გულის სიტყვანი შევიტკბნეთ აქა, იგინიცა ვიხილნეთ განსვლასა ჩვენსა ხორცთაგან. რამე თუ უკეთუ უფალსა ვხედვიდეთ წინაშე ჩვენსა მარადის, უკეთუ განვიცდიდეთ მცველსა ცხოვრებისა ჩვენისასა ანგელოსა, უკეთუ გამოვხატვიდეთ სიმრავლესა წმიდათასა და ცხოვრებასა მათსა, ესენიცა ვიხილნეთ უკანასკნელსა მას აღმომშვინვასა. ხოლო უკეთუ არა ესრეთ, არამედ წინა აღმდგომად ბოროტთა ხატთა და საეშმაკოთა გულის სიტყვათა ვიუნჯებდეთ. ამათცა შევემთხვივნეთ და ამათთანა წარვიდეთ, რომელი ესე წარსაწმედელ არს და უბადრუკება და საწყალობელ, ვინაიცა ვიღვაწოთ არა დაშთომად ესე ვითართა ხატთა შინა, რათა წმიდითა გულითა ვიპოვნეთ ჟამსა განსვლისა ჩვენისასა და რათა შეუძლოთ ჩვენცა კადნიერებით თქმად, ვითარმედ მშვიდობით მასზე და დავსწევ და დავიძინე და შემდგომი ამისი.
რამე თუ ჭეშმარიტად ძილი არს მართალთათვის სიკვდილი, ვით არცა უფალმან თქვა, ლაზარე მეგობარმა ჩემან დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი. ხოლო ვინაიდან ძილი არს, ცხადარს რამე თუ განსვენებისა დასაბამ და მიზეზ საუკუნოსა ცხოვრებისა იქმნების, ვით არცა იტყვის წმინდა მოციქული, ვითარმედ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და პირმშო ექმნა შესვენებულთა და კვალად დაინთქა სიკვდილი ძლევითა. სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი, ანუ სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი. რამე თუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვა, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული, ხოლო ღვთისა მადლი, რომელმან მომცა ჩვენ ძლევა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. აჰა ესე რა დანთქმულ არს სიკვდილი ძლევითა, აჰა ესე რა ძლევა მონიჭებულ არს. რამე თუ იტყვის ვითარმედ, რომელმანს ძლოს მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხოვრებისა, რომელი იგი არს სამოთხესა შინა ღვთისა ჩვენისასა. აჰა ესე რა განღებულ არს სტადიონი სასუფეველისა ცათასა, აჰა ესე რა წინამდებარე არს სამგზის სანატრელი იგი ღვაწლი და მძლეთათვის გვირგვინი და საშვებელი იგი ცხოვრებისა. ვსძლოთ ჩვენცა გევედრები ძმანო ეშმაკსა, დავთრგუნეთ ვნებანი, განვიწმინდნეთ თავნი თვისნის სრულიად სიბოროტისაგან, მოვიგნეთ სათნოებანი. რამე თუ სული რომელი ღირს იქნას კეთილისა ცხოვრებისა მიერ მოწყალე ყოფად ღვთისა, ჟამსა ხორცთაგან განსვლისა მისისასა, მოივლინოს მის ზედა ანგელოსის სახიერი ყოველთა მეუფისა ღვთისაგან და არა შეეშინოს, არამედ წადიერებით და სურვილით მიხედოს მას და მხიარულებით წარვიდეს მეუფისა მიმართ. ხოლო უკეთო არაესრეთ იპოვოს საწყალობელ არს თქმადცა, რამე თუ შეძრწუნდეს და შეშფოთნეს, ვინაიდან არა აქუნდეს შეწევნაი, გინა თუ ნუგეშინის ცემაი საქმეთაგან კეთილთა. რამე თუ აქა ძმაცა და მეგობარიცა შემძლებელ არიან ნუგეშის ცემად და მწუხარებისა განქარვებად, ხოლო მუნ ოხრება იქმნების ამად ყოველთაგან, რაჟამს ანგელოსმან მრისხანებით და სასტიკებით წარიტაცოს საწყალობელი იგი სული და რეცა შევშინდეთ სიტყვათა ამათთვის. ხოლო უკეთო სმენამან ოდენ შეგაშინა, რაიმე ვყოთ რაჟამს თვით მათ საქმეთა მივიწივნეთ. ანუ თუ ვით არმე წარსდგეს სული იგი საყდართა ქრისტესთა, რომელთა წინაშე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა მდინარე ცეცხლისას დიოდეს, ათასნი ათასთანის დგენ წინაშე მისსა და ბევრნი ბევრთანი მსახურებდნენ მას, რამე თუ მსაჯული იგი საშინელ არს და თვალუხვავ და გამომეძიებელ ვიდრე უქმად სიტყვად მდეცა, ვით არცა თქმულ არს სახარებასა შინა. და თუ ვით არ თავსიდვა სულმან ესე ყოველი, რამე თუ ჭეშმარიტად საშინელ არს შევდომა ხელთა შინა ღვთისა ცხოველისათა და უფროსად საშინელ არს, რაჟამს ესმას სამართალი იგი განჩინება და მიცემაი დაუსრულებელთა მათ სატანჯველთა, რომლისათვის ძმანო ჩემნო გლოცავ და გევედრები, დავეგნეთ ღმერთსა პირველ სიკვდილისა და მოვიგოთ იგი მოწყალებად ჩვენდა, მოვიგნეთ მეგობრად წმინდანი ანგელოსნი, რომელთა იგი ეგულების მოსვლაი ჩვენ ზედა, ვიბყრნეთ მღვიძარეთ თვალნი გონებისანი, მოვიგოთ გონებაი უძლეველი ბრძოლასა შინა ვნებათასა და ნუმცა მივსდრკებით დაცემად ვნებათა მიერ, არამედ დაღაცა თუ შეგვიბრკმეს მუნ თქვი ესვე აღსდგეთ და ცრემლთა მიერ მხურვალეთა
დავშრიტნეთ განხურვებულნი იგი ისარნი მტერისანი და მოვიგოთ დიდებული და სამგზის სანატრელი სურვილი და სიყვარული ქრისტესი. თქმულ არს ვითარმედ ფრიად შემძებელ არს ლოცვაი მართლისა შეწევნად. ამისათვის შემწევიყვნეთ ურთიერთარს ლოცვანი, ვედრებანი და სწავლანი, რამე თუ ფრიად შემძებელ არს ცრემლნი და სინანული და პირველ ყოველთასა საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარება, რომლისათვის არაი უწყი თუ ვითარ გხედვიდე რა უდებებით ფრიად გამკვრთები, რამე თუ უკვე თუ მოიწიოს კვირიაკე და ნუ უკვე და ვეზიარენით ვინმე. ხოლო უკვე თუ სხვასა დღესა არ კრება ჟამის წირვისა, არავინ მოუხდის ზიარებად, რაღაცა თუ მონასტერსა შინა მარა დღე ჯერ იყო, რომელსამცა ენება ზიარებაი. ხოლო აწკნიღა და არავინ არს რომელიმცა ეზიარა და ამას რა ვიტყვი, არა თუ ლიტონად და გარეწარად მნებავ ზიარებაი თქვენი ნუ იყოფინ. რამე თუ წერილ არს ვითარმეთ, გამოღაიცადენ კაცად მან თავითვისი და ესრედ პურისა მისგანი ჭამენ და სასმელსა მისგანი სუნ. ხოლო რომელი უღირსებით ჭამდეს და სმიდეს, დასასჯელად თავისასა თვისისა ჭამს და სვამს, რამე თუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი. არამედ ამას ვიტყვი, რათა სურვილითა ზიარებისათა რაოდენ ძალგვედვას განვიწმინდნეთ თავნი ჩვენი და ესრედ ღირს ვიქმნეთ მსხვერპლსა მას წმინდასა, რამე თუ ცხოვრებისა ზიარება არს პირველ თქმულ ესე საიდუმლო, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ მე ვარ პური, რომელიც ზეცით გარდამოვხედ და უკვე თუ ვინმე ჭამდეს პურისა ამისგან, ცხონდეს უკუნისამდე. და ვითარმედ პური რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელი მე მივსცე ცხოვრებისათვის სოფლისა. და კვალად, რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა გიეს და მე მისთანა. იხილია ნიჭი ყოვლად გამოუთქმელი და მიუწდომელი, რამე თუ არა ხოლო თუ ჩვენთვის განკაცნაოდენ და მოკვდა, არამედ თავიცა თვისი საზრდელად წინა დამიგო ჩვენ. რამცა იყოს სწორ ამის სიყვარულისა, რომელსა ვერცა გონება მისწვდების და ვერცა ენაი გამოიტყვის. ანუ რაიმცა იყო უფრო ის წმინდისა მის საიდუმლოისა საცხოვრებელ და საწადელ სულისა. ეგრეთვე სასმელი და საჭმელი ზოგადი, მსოფლიო და წარმავალი, უკვე თუ დღითი დღე არავინ მიიღოს, არა თავსიდებს, არამედ საცნაურადცა უჩნს და დიდად მწუხარე არნ. ვინაიდან უკვე არა ზოგადი პური, არამედ პური ცხოვრებისა და სასმელი არა მსოფლიო, არამედ სასმელი უკვდავებისა წინა გვიც, გარეწარად შევრაცხოთ, ვითარ არა იყოს საქმე ესე პირუტყვებისა და სიცოფისა დიდისა. არამედ რაღაცა თუ იქმნა საქმე, ამიერიდან ვეკრძალნეთ, ვინაიდან გვიცნობიეს ნიჭისა ამის ძალი და რაოდენცა ძალგვედვას განვიწმენდეთ თავთა თვისთა და ვეზიარებოდეთ ცხოველს მყოფელთა ამათ წმინდათა საიდუმლოთა. რაღაცა თუ უცალო იყვნეთ და შეგცეულ ხელსაქმარსა, რაჟამს დარეკონ დაუტეონ ხელსაქმარი იგი და მრავლითა გულსმოდგინებითა მიუხედით ნიჭსა მას განმწმენდელსა და ესე დიდად შემწეგვეყოს ჩვენ, რაჟამს გამზადებისათვის ზიარებისა სიწმინდით დავიმარხვიდეთ თავთა თვისთა. ხოლო რაჟამს არა გვაქონდეს ზრუნვაი, ვითარმედ ვეზიარებით, ვითარ არა წარვიტყვენეთ ვნებათაგან. ხოლო გვეყავთ ჩვენ ესე საგზალ ცხოვრებისა საუკუნოისა, რომლისა ღირსცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცმოყვარებითა
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.